ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჩარაშიძე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 27 იანვარს ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ პოლიციელზე ჯგუფურად იძელადეს. სამართალდამცავი გოგა ჯინჭარაძე იმ მომენტისთვის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაპირისპირებისას პოლიციელმა დაზიანებების სახის არასა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში მიიღო. დავით ჩარაშიძე მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიების დასრულებამდე ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ადგილობრივი მედია მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე წერს. მათი ინფორმაციით შემთხვევა ოზურგეთში რესტორან ილიკოში მოხდა, სადაც ოზურგეთის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის შვილის ნათლობას აღნიშნავდნენ. დავით ჩარაშიძე კი კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარესთან ერთად სწორედ ამ სუფრის წევრი იყო. ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, მისი თანაგუნდელის ირაკლი კუჭავას უხამსი სიტყვებით მოხსენიება გახდა. კუჭავა თავის მხრივ სუფრაზე მყოფი დაზარალებული პოლიციელის გოგა ჯინჭარაძის ნათესავია. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ჩარაშიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.